გაფანტულობა უკრაინის ტერიტორიიდან. დაღუპულები როგორც უხეში გათვლით ამბობენ რომ მილიონზე მეტი არის უშუალოდ საბრძოლო რესურსი რომელიც იხარჯება ერის ყველაზე ჯანსაღი ახალგაზრდა მამაკაცების რესურსი ძირითადად ვინც ხვალინდელი ასე რომ ვთქვათ მომავალი თაობის შემქმნელი და გამრავლებელი უნდა იყოს ზუსტად არავინ არ იცის რამდენი არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში ძალიან მაღალი არის ძალიან უხეში გათვლებით რო ვთქვათ უკრაინის დემოგრაფიული კატასტროფა მიგრაციიდან და დაღუპულებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა. ეს მეორე მთავარი ნაწილი იმისთვის, რაც ომში, ანუ ეს ამას ეძახიან აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც არ ანაზღაურდება, ვერ ანაზღაურებს ამ ყველაფერს, ვერც ფული, ვერც ვერაფერი. მესამე, ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მოუტანა ამ ყველაფერმა უკრაინას, ამერიკაც ქვეყნები ომმა აშენა საერთოდ. არსებობენ ესეთი ქვეყნები, რომლებიც ომიდან აშენდნენ. ისე რო იცოდეს ზოგიერთმა, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისები არის. ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინამ მიიღო კატასტროფა. განადგურდა სრულიად უკრაინის ეკონომიკა. კატასტროფული დარტყმა მიადგა მის ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას. ქვეყანაში ახლა ბიზნესზე და ეკონომიკაზე ზედმეტი არის საუბარი, ანუ სამხედრო რელსებზე არის გადაწყობილი, თუ რამე არის გადაწყობილი საერთოდ, მაგრამ ქვეყანა გახდა პრაქტიკულად ბანკროტი, ჩავარდა უზარმაზარ ვალებში და უკრაინა გადაიქცა ქვეყანად, რომელიც ქვეყანაც თავიდან ბოლომდე გახდა დამოკიდებული უცხოეთიდან მიღებულ დახმარებაზე, გრანტზე და სესხზე. ზოგს გრანტად თვლიან, ანუ ის ფული არ უნდა დაბრუნდეს, ზოგს შთამომავლობა თუ გადაიხდის და თუ ომი გაჩერდება, ამ შემთხვევაში ის ვალები, რომელიც ომისთვის იქნა აღებული, არის დაახლოებით 500 მილიარდზე არის საუბარი, ეს 500 მილიარდი უნდა იქნას გადახდილი უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე. ბუნებრივი რესურსების 70, ანუ უკრაინის ბუნებრივი რესურსების 70%, როგორც ამბობენ, ეს ყველაზე მდიდარი რაიონი არის დონბასი, ეს უკვე რუსეთს აქვს მიტაცებული. ამიტომ დანარჩენი ტერიტორიები, რომლებზეც შეიძლება იქნას წიაღისეული რესურსი მოპოვებული, იქნება გადაცემული ამერიკული კომპანიებისთვის და ამერიკის სახელმწიფოსთვის, იმისთვის, რომ ის ფული, რომელი ფულიც ომისთვის მიეცა უკრაინას, იქნას ამოღებული და კომპენსირებული ამ ფორმით. ანუ 3 წლის თავზე გვაქვს ის რეალობა, რომელი რეალობაც არის დამანგრეველი უკრაინისთვის და უკრაინელი სახელმწიფოებრისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, განადგურებული ეკონომიკა, აუნაზღაურებელი ზარალი, უზარმაზარი დემოგრაფია, კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდნილი და ემიგრაცია კატასტროფულად გაზრდილი, მოსახლეობა განახევრებული და პლუს ამ ყველაფერში უკრაინამ უნდა გადაიხადოს 500 მილიარდი დოლარი ვალი, რომელიც დაედო. აი ეს რეალობა არის ამ მომენტისთვის უკრაინის მდგომარეობა. სხვა დეტალებზე არ ჩავალ. არ ჩავალ სხვა დეტალებზე. ყველაფერი დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი. ახლა გადავხედოთ მეორე მოწინააღმდეგე ქვეყანას, რომელიც მოწინააღმდეგე ქვეყანას უშუალოდ მონაწილეობს